ჩვენ გადავწყვიტეთ 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ ოცნების დეპუტატების განცხადებები. ბევრი გამოეხმაურა ძალიან. შემდეგი კრიტერიუმებით: მლიქულენობის დონე, შესრულების ხარისხი და მესამე კრიტერიუმი არის სხვა ბენეფიტები. იწყება ცოტა ხუთბალიანებით. მირიან ციკლაური ისეთი ვაშკაცური პოლიტიკოსის, პირდაპირი პოლიტიკოსის, აქტიური, ენერგიული პიროვნების გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად შეცვლის სურათს. პირველი კრიტერიუმით მლიქულენობით ძალიან კარგია, მაგრამ ზედმეტად სადღეგრძელოს გავს. შესრულების პრობლემა აქვს. ამიტომ ხუთიანი მხოლოდ. თან კონკურენცია ნახავთ, რომ ძალიან მაღალია. ვანო ზარდიაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ქართულ ოცნებას ცალსახად გააძლიერებს. მის პოლიტიკაში დაბრუნებას ყველა ერთხმად მივესალმებით. ეს რაღაცნაირად ძალიან ცალსახაა და შიდა პარტიულ ამბავს ვერ ცდება. თვითონ რომ უხარიათ პარტიაში ამაზე. ცოტა კომუნისტურია. ამიტომ მხოლოდ ხუთიან. დიმიტრი ხუნდაძე. ირაკლის დაბრუნება იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება. ეს 5.5-არია. რეალურად ესეც შიდა პარტიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს მაინც და ხალხი, რომელსაც წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი, არ ჩანს. არც მთავარი ადამიანი ჩანს. მოკლედ მლიქულენობის პუნქტში სუსტია, მაგრამ წინებზე გამართულია სტილისტურად. და ამიტომ ნახევარქულას უმატებთ 5.5. ჩვენ ვართ ყველაზე პატიოსანი ჟიური და მიუკერძოებენ. მამუკა მდინარაძე. ღარიბაშვილი ბრუნდება პირნათელი. მას შეუძლია თამამად იტვირთოს ლიდერის ფუნქცია. აქ პათოსის ხარჯზე 6-იანი. თან ლიდერის ფუნქციაო, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. და შესაბამისად 6-იანი. ზაქარია ქუცნაშვილი. ქართული ოცნება აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლიზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არის ახალი. მას არ აქვს დამსახურება პირველი დღიდან ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეში. აქ მინიშნება იმაზე, რომ მოძრაობის ჩამოყალიბებაშიც აქვს შეტანილი წვლილი. ირიბად ბესელიასკენაც ნასროლი ქვა და ზაქარიას ასეთი პატარ-პატარა შეფარული ეშმაკობების აღმოჩენა ჩვენ ძალიან გვიყვარს. მოკლედ, ზაქარიას 6.5 სიღრმის ხარჯზე. არჩილ თალაკვაძე. ღარიბაშვილის დაბრუნება ჩვენი მხარდამჭერების უფრო მეტ კონსოლიდაციას ემსახურება. აქ უკვე მომავლის ხედვის და კონკრეტული ბენეფიტების მიღების გეგმა გამოჩნდა და ეს არის უკვე 7 ბალიანი 10-დან. მრავალმხრივ ნიჭიერი კაცია ეს არჩილი. თეატრულუკიანი. იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე. ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ. აქ ნახეთ მეგობრებო, პირველად გამოჩნდა ხალხი, რომელიც ითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას. მაგრამ ხალხი ახლა ვის დაბრუნებას აღარ ითხოვს ეგრე. ხალხს არავინ ეკითხება. თუმცა ხალხი ყოველთვის მოიაზრება. და ამავდროულად მეორე ნაწილი განცხადების ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ. როგორც უნებლიე სექსისტები იტყვიან ხოლმე უნებლიეთ, როგორი ქალური ხედვა. მეტი პოზიტივი ერო. და დამსახურებული 7.5 წულუკიანს. ნუკრი კანთარია. ღარიბაშვილი წავიდა როგორც ოქროს სათადარიგო და ახლა გუნდს უბრუნდება. მანუ ჯინობილის პონჩიო ანუ. მხოლოდ კალათბურთის ზედმეტად მოყვარულები მიხვდებოდნენ ამ ხუმრობას. ნუკრის რვიანი შემოქმედებითი ხედვითი ალეგორიისთვის. ეკა ბესელია. ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმებოდი. ვგულ შევატკივრობ. აქ ეკას გულწრფელობას უფასებთ.
თორემ 9 ბევრი იქნებოდა. თუმცა 9. და ბოლოს გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ქართულ ოცნებაში არის სერიოზული ინტელექტუალური რესურსის დაბრუნება. ეს არის 10-10-დან განცხადება. კომენტარის გარეშე. ვოლსკის პოლიტიკიდან წასვლა ნაადრევი იყო ამ განცხადებაში ჩანს. და უკვე თითქმის მზად რომ მქონდა გადაცემა მე ვნახეთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა ირმა ინაშვილმა და ესეც არ უნდა დაუყარგოთ, ესეც 10-დან 10-ია. თან გვერდიდან შეფასება მაინც სხვა არის, სხვა პოლიტიკური პარტიიდან როცა ასე აფასებ კონკურენტს. ირაკლი ღარიბაშვილი, ირმა ინაშვილი ამბობს. ირაკლი ღარიბაშვილი პიროვნებაა. ესე არ არის რომ დააბრუნეს. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ გინდათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი პეიჯი. თუ არ გინდათ ნახოთ, მაინც დაალაიქეთ და ვიდეოები რომ ჩაირთვება თვალები და ხუჭი.